ამ ვიდეოში ვისაუბრებთ თინაზე და სანდროზე. თინა და სანდრო მეგობრები არიან და თინა ყოველთვის თვლიდა, რომ სანდრო არის ძალიან საიმედო ადამიანი. თინა დადიოდა მუსიკალურ სკოლაში, კარგად მღეროდა, თუმცა თინას ჰქონდა სცენის შიში. ერთხელ თინას განსაკუთრებით რთული სიმღერა ჰქონდა შესასრულებელი. თინა ძალიან ნერვიულობდა და სანდრომ უთხრა თინას: "ნუ გიშინია, მეც მოვალ, დავждები პირველ რიგში. როგორც კი შეგეშინდება, შემომხედე, გაიხსენე ერთ-ერთი ისტორია, რომელიც თავს გადაგვდა და აღარ შეგეშინდება." თინას ძალიან გაუხარდა და კონცერტის დღეს გაბედულად ამოვიდა სცენაზე. გადახედა დარბაზს და მიხვდა, რომ სანდრო არც პირველ რიგში, არც რამე სხვა ადგილას არ იყო დარბაზში. თინას ძალიან შეეშინდა, ინერვიულა, ეწყინა, ძლივ დაასრულა თავის სიმღერა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში წავიდა სახლში. რა არის ემპათია ან მისნაკლებობა ამ სიტუაციაში? თუ თინა ეგრევე იფიქრებს, რომ ეს აქციელი მხოლოდ სანდროს გულგრილობით და უზრდილობით შეიძლება იყოს ახსნილი, ეს არ არის ემპათია, სხვა სიტყვებით თანაგშრომლობა. თუ თინა იტყვის, რომ მას არ მოსწონს სანდროს ქცევა, თუმცა თინა აცნობიერებს, რომ სანდროს ქცევის უკან გარკვეული მიზეზები არსებობს, მოვლენების კონკრეტული თანმიმდევრობა, რომელიც არ არის თინასთვის ცნობილი იმ მომენტში, ეგ არის ემპათია. ემპათია არ ნიშნავს, რომ თქვენ მოგწონთ ან არ მოგწონთ ადამიანის ქცევა. არ ნიშნავს, რომ თქვენ აკრიტიკებთ ან ამარჩევთ ადამიანის აქციას. ემპათია ნიშნავს, რომ თქვენ აღიარებთ, რომ ადამიანის ქცევის უკან არის კონკრეტული მიზეზები, რომელიც შეიძლება იყოს თქვენთვის ცნობილი ან უცნობი. როდესაც თინა კითხა სანდროს, რა იყო ის პრობლემა იმ დღეს, სანდრომ უპასუხა, რომ დილით ზეირნობდა ველოსიპედით პარკში, წაიქცა, თავი დაარტყა, აღმოჩნდა საავადმყოფოში და თავიდან ამოუვარდა თინას კონცერტი. ამის მერე თინას შეუძლია გაგრძელოს სანდროსთან მეგობრობა ან შეწყვიტოს, ეს უკვე მისი არჩევანია. მაგრამ ემპათია, სხვა სიტყვებით თანაგშრომლობა, ნიშნავს, რომ თინა აღიარებს, რომ სანდროს საქციელს აქვს თავისი მიზეზი და თინა სანდროს ადგილზე რომ იყოს, შესაძლოა იგივენაირად მოიქცეოდა.